მოკლედ ახლა საუნას ვიმზადებ და გამახსენდა კომენტარის სალარო გამოვიღე, რომელშიც მინდა რომ კვერცხი შევიწვა. რა ისაო, რამდენს ჭამოდა თუ არ ვქთებიო. ხოდა, მაგაზე კი პასუხებთ. გაეცხა. აბლობათილი პასუ. მიყვარ ხარ. ნახეთ. აი ნახეთ. სამაგიეროდ სოსისი გვწავ, იმიტომ რომ სოსისი ვარ ამოგანგლუის ხემში. უბრალოდ ვერ ვიტან. ნახეთ როგორ შეწვა გრილმა. თვითონ გასკდა. ნაუბონი უკვე აქ არის. ასვეტილია ჩემ ფეხზე. Alta bela mano. Nor patsuri saჭმელის დედა. ნაზი საჭმელები მე არ მიყვარს. Pero fantástica. Es mi cuasquilla, ¿no? ¿Cuál es el guli? Ah, esto es mi guarda. უბრალოდ რაგემრიელი აი ავეცი. ჩხილებს მოიხსნე ხენკალი უნდა გავაკეთო. Mas chamamos eu. Sala. Ağam meşit sala bir var. Xortsit sırvat. Nesmerdo çıxmıyor. Ay, ostran. Ay, şen maşin rahat rahat oxar verir tabii. Şen gün შეიძლება ტკბილის შარმა. ტკბილი კი არა, ვინც ის ოდნავ მაინც გამოძრაოს თელს დახში, ეს იქარი. ეს საჩვენთვის ვის ვიცახი, როცა ეს. აი ეს. უნდა. მაგრამ არ შეიძლება. ოი.
ეს ძალიან მომწონს. ხრაში უნდა რომ ამიტომ მომწონს. ყველაფერი გამხმარი და ხრაში უნდა მიყვარ. ძალიან იაფია. მე ძალიან მომწონს. ეს რეგია ფილმის არასოდეს მიყიდია. ძვირია შედარებით. ხოდა მეორე ფილმა არის, რომელიც ორნაბიჩი იყიდება და რაღაცნაირად იშლება. ხოდა ის არ მიყვარს. ეს ძალიან გამიხარდა. ხოდა ამის მე ვიყიდი ხოლმე მეც. ხათშორის ფარშთან ძალიან კაია ეს. ამიდურის და ნაღების სოუსში უნდა გავაკეთო. ხო, ესე იგი ყავა გავიკეთე, ჩავიცინახეთ. ყავა გავიკეთე. ბოლი ნუგბებს. ჩამოწავე. Always something to get triggers and money can. So much in that. No. More visas in there. Bonnie! Bonnie walks the right to them. Mi fate non mi spoilerò. Faccio di Lariani. E stavi tu cioccolato, se no. Chocolates. მეორე წვიტიდან ის არის თეთრი. ვიდეოს ვაკეთებ, რომელიც დილას არ გააკეთა. მე წავედი. ეგ ვლოგი იყო კაკაოს დასავლიეთ, ალბათ უკვე უყურეთ თქვენ. მე წავედი. 9-თან შემოვიარე. არა, აქვეა სინამდვილეში. არა, 9-თან შემომივლია. Raz გავაკეთე. Წამინდოდა იზუსტად ესეთი ფორმა. იდეაში არ მემეწებოდა, სხვა რამე მინდოდა გამიკეთებინა, მაგრამ ეხლა წამინდა. წყალი გინდა და მიდი მომიტანე შენი ისა. ჭიქა. რულეტი. გინდა? აიღე რულეტი. გინდა? მისთვის. რულეტი. ეს ჩემი ბავშვობის. ძეძას გავ. ჩვენ ბავშვობაში იყო დაი. ახლა 90-იანების ბავშვები გამოჩნდა. Хочу скамерия. Ახლა მას უნდა უყო. ეს აქ არის ჩემი მოთხოვარი.
ეხლა ეს გავსინჯოთ. ეს ვითომ არის ალუბლით. მაწვით მეგონა. თანაც წერია რომ ალუბალი. ეს რობია. ეს ვითომ შოკოლადია და ნახევარფერია. წერია რომ შოკოლადის არის და მან კიდე კი არ წერია რომ ალუბლის არის, წერია რომ ალუბალი არის აქ. ალუგრამი ვიცია ეგ. с вишней в начинке. ეს მახსენებს ჩემი ბავშვობის ნამცხვარს. იმას ვაფშე ჯემი ქონდა. წამიყვარდა. 15 თეთრი ღირდა. ისე უყვები მებოები რო ყვებიან ხოლმე ამბობს. ჩემ დროს ფუნთუშა ანტიკაპიტლი ღირდა. მოვკლეთ, მოვხარშე ეს მაკარონი, ნახეთ რომ შვენებაა. აქ მაგ ხახვიდან იორი დაჭრილი, ეხლა დავასხეა ზეთი. ეს ზეთი რო ცოტა გაცხელდება, ამას გადავიტან. მერე პომიდორს იმ ტომატ პასტას ჩავასხავ, სოფიამ რომ გამომიგზავნა კარგი. და მერე ამას დავუმატებ. და. თურმე ვიდეო ჩართული არ მქონია. თორნიკები თქვა, სლივკები არ გავუკეთო. იმიტომ რომ ეს მაინც გემოებს ახლოს თვითკოსო ნალები და ტომატ პასტა. და ცალ-ცალკე ჯობსო. რა ვიცი, რა ვერ გავიგე. ასან. ხახვის სუნი მძულდა ბავშვი რო ვიყავი, აი ესე რო იცუშებოდა. ეხლა ისე შემეყვარდა. ამდენი რამე იცვლება, ასაკთან ერთად ხავ. მე ყოველთვის მიყვარდა. ეგ რა არის? შავი პილპილი. ჩემი სიყვარული პაპრიკა. ამის რეცეპტს არ ვიღებ, იმიტომ რომ რა ვიცი უმარტივესია და ფიქრობ რომ ყველა ამზადებს ამას. რაოდე? ვერ გავიგე ჩემო სიცოცხლე. არა, მოგო. ახლა თუ კარგი ზახტერი გრევე. Ravioli tomat pasta. Bunny. Foo. რა იყო? Foo, bunny. ბონიჩკა. გამოაჩვი თოკო. გამოვა. ხელით. არა, ვეღარ არის, მაგრამ. გადი მაგარი. ეს ზარლი ჩვენ საქმეს ჭამს, იატაკი როგორ არის? რაც იქ ქონდა ის აიღე. მაინც შეჭამს იმას რაც მაგის ქვეშ არის მერე. კაცო, ის აიღე შენ რასაც ჭამს. უარ ეს იქნება ხოლმე მაგას თურა. ჯობი არა იყო. ბონი. ხო. სახსრაო ჭამბონი. შენ არ ხარ ისეთი ძაღლი, შენ ხარ დეკორატიული. იმენა დაშალა სახლი, ესე უნდა ჭამა. ბონი.
გონიჩკა, გაიხსენე ვინ ხარ? გახსოვდეს რომ ჩიხუ. ნახე, ეს ამოიღო, ნახე. გახსოვდეს რომ ჩიხუ ხარ. პრინცესა რა აქვს ამძარს. პრინცესებს ნუხს ხრავ. შეიძლება ერთსარი აქ. ნახე იმენა. გონიჩკა. ერთი ყური გადაწყვიტა და ვითომ არაფერი მithქვამს. გადაწყვიტა ყური და მაგით არაფერი. გონი ხარ ცემხაბე. აბა გადიგი. სოხზო, შევასაცო. უჩ. და დახმარა ბაშა მიცლი არა? არ ვიცი. Nom 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 nom. და ეს ასრანარი მაკარონია. ლაფშასავით არის. ხო. დაუნარდრესი არაც არ ამასთან ერთად არის. ხო. სუპერბისთვის და. ხო, სუპერბისთვის არის. წასეთ სუპი უნდა გამეკეთები, მაგრამ ხო ისიც როგორ მიყვარს სუპი და შემდეგში სუპი გავაკეთო. ოღონდ და დამ გააკეთოს. შემდეგში სუპი გააკეთო. ასე უნდა თქვა. ხო. ვიყიდი. რადგან მე დავხარჯე და სოფია მასალა ძალიან კაი ქათმის სუპი. აი მას გავაკეთე. თენცი ლაფშასავით არის, კვერცხი უნდა მიატანო. ის ამოხაჭული? ხო, აი ხო იცი რამენში. რაკარია. ბატონო. სპაგეტს ვაკეთებდე? მეც მიყვარ ხადე. ეხლა ხალხო მინდა უპასუხო ერთ კომენტარს. რამდენი ჭამდა არ სუქდებიო. მოიყოფითად არ იყო დაწერილი პირიქით. დადებითად. რა კარგიაო. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ როგორ არ სუქდები. ყველა სუქდება. არ არსებობს ადამიანი ცოცხალი. არ სუქდებოდეს რაღაც მომენტში, რაღაც ეტაპზე. თუ ვინმე გეუბნებათ, რომ საერთოდ არ სუქდება და მის წონა არ იწვრის, დატყუები. ცოცხალი ადამიანის წონა ყოველთვის მოძრაობს. ანეკით ხანაკად. ეს არის ფაქტი. ამასთან მიყვარს მჟავე კიტრი. ხო და რა მინდა ახლა რომ თქვა. მე სუქდები ხოლმე. პლუს მინუს 2 კილო. შეიძლება 3-4 კილოც იყოს. იმის და მიხედვით წელიწადის რა დროა. და ეს ნორმალურია, ამას წონის შენარჩუნება ქვია. ანუ დადიხარ. სხვადასხვა ანუ რაღაც დღეებში შეიძლება ვერ ჭამო და მოიკლო, რაღაც დღეებში შეიძლება პირიქით ზედმეტი ჭამო და მოიმატო, მაგრამ რეალურად ორგანიზმი, ჯანმრთელი ორგანიზმი ისევ თვითონ აბალანსებს მერე. და ყველაზე მთავარი საიდუმლო რა არის? მე არ ყოფილვარ დიდხანს დეფიციტში, კალორიულ დეფიციტში. ეგ ვიცი,
იმ პერიოდიდან, როცა მე ძალიან დაბალ კალორიულად ვიკავებოდი დიდ ხანს, 1200 კალორიაც კი რაღაც დროის მერე ანელებს ნივთიერებათა ცვლას. ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ უფრო ნაკლები უნდა ჭამო იმისთვის, რომ შეინარჩუნო წონა. და რო იტყვიან ხოლმე, რომ წყალიც მას უქებსო. უმეტესად უკვე ვიცი ხოლმე, რომ ეს არიან ადამიანები, ვისაც ძალიან ბევრი დიეტა აქვთ დაცული. სხვა დროის განმავლობაში მიყოლებით. შეიძლება შენ კალორიებს არ იცვლი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მაგრამ თუ 3 თვეზე მეტ ხანს სერიოზული დეფიციტი გქონდა, ანუ ჭამდი ძალიან ცოტას, ვერ მოახერხებ, რომ თუნდაც ხა მე რამდენსაც ჭამი, იმდენი ჭამო და მე რა წონასაც რა წონაზეც ვარ, იმ წონაზე იყო. ანუ ყველა ვარიანტში ერთნაირად შევჭამთ, მაგრამ შენ მოიმატებ და მე არა. ამიტომ ორგანიზმმა ყველა პროცესი შეანელა. იმისთვის რომ გადარჩენილიყო, რადგან შენ ძალიან ცოტას აწვდი დიდი საკვებს დიდი ხნის მანძილზე. და მე მქონდა ეგ დაახლოებით 1 წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ჩემი ნივთიერებათა ცვლა ნორმალურ მდგომარეობამდე მომიყვანა. თუმცა ისეთი სწრაფი, როგორც მქონდა ადრე, აღარასდროს აღარ მქონია იმის მერე. არა ასაკის გამო, არამედ მაშინვე. ახალგაზრდა ვიყავი მაშინაც. ანუ საბოლოოდ და ბოლომდე ძალიან დავიწიე კალორაჟი, რომელიც უნდა მიმეღო. და პირიქით. შეიძლება შენ არ ჭამ ცოტას, მაგალითად ახლა მე არც იმეც არ ჭამ, მაგრამ ცოტას არ ჭამ და არ იმატებ. ეს რატო? იმიტომ კარგი ნივთიერებათა ცვლა გაქვს. და ნივთიერებათა ცვლა როგორი გაქვს, ეგ დამოკიდებულია იმაზე, გიგეთებია თუ არა დიეტები. ყოფილ ხარ თუ არა ხანგრძლივად დაბალ კალორიულ დიეტაზე. ვინც არ ყოფილა, იმას ყოველთვის უფრო სწრაფი ნივთიერებათა ცვლა აქვს, ვიდრე იმას, ვინც წლების განმავლობაში ნახევარნაჭერ გულს ჭამს. ასე რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველაფერს უნდა ცოდნით მიდგომა. თუმცა, კარგი ის არის, რომ ყველაფერს გამოსწორება შესაძლებელია. ეკა, იქ ის არის. კედრის წინი და გამოიღე რა. კედრის წინი. ქვემოთ. გონი აქეთ არის. ეს არის. აქეთ არის, აქეთ საერთოდ მანქანისკენ ეგრე მახსოვს. არა? ეს რო ერთი გავიხსნა. რა გავიხსნა? იტყვი. გაიხსენი, ოღონდ ჯერის მწნილი გამიხსენი მე. რაღაცა ეს ახალია? შეიძლება გავხსენო ეს. ძალიან ხდება. შენთვის ტომატიანი შეიძლება თუ არა, არ ვიცი.